მოგესალმებით აპოლინე სამზარეულოში. ამ არხზე დაახლოებით 2 წელიწად-ნახევრის უკან ავტვირთე ბოლო ვიდეო და მას შემდეგ სიჩუმე იყო. რამოდენიმე თვის უკან ჩემს ცხოვრებაში დადრეალდა უდიდესი ტრაგედია და ჩემი ცხოვრება შეიცვალა რადიკალურად. მე დავკარგე ადამიანი, ჩემი მთავარი ადამიანი ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც ამ არხის შთაგონება იყო, გულის სული, რომელიც ძალიან ხშირად ჩემთან ერთად იდგა კამერასთან, კამერის წინ, კამერის უკან აგემოვნებდა, თვითონაც ამზადებდა. დავკარგე ჩემი პატარა ძმა, ლაშა. ეს იყო ერთადერთი ძმა 3 დისთვის, რომელიც სრულიად მოულოდნელად გავიდა მაღაზიაში და გული გაუჩერდა. ამიტომ გადავწყვეტე, რომ ცოტა ხნით ყოფილიყავი ჩრდილში, მიმეცა ჩემი თავისის დრო და როდესაც მოვიდოდა ეს დრო, შემდეგ ისევ გამოუჩენილიყავი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ტკივილი სადმე გაქრა. არამედ მინდა რომ ეს ტკივილი უბრალოდ გადავაქციო სითბოდ და ლაშას ძალიან დიდი სურვილი რომელიც იყო, რომ არხი გამეგრძელებინა და არხისთვის ისევ სული დამებრუნებინა. აუცილებლად შევასრულებ. ეხლაც კი აქვთ გევარდო ვფიქრობ, რა სიტყვა ლაშა. მე რო ასე მხედავს, ალბათ იტყოდა. ვაუ ლალი, მალადეც, რა კარგია რომ გააგრძელე, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი სულ ეს იყო. დისკუსიის საგანი სულ ეს იყო. იმაზე საუბარი რომ არხზე დაუბრუნებულიყავი და ვიცი რომ მეტყოდა. ლალი აუცილებლად გააგრძელე და ის რაც შეგიძლია და რაც რისი უნარიც გაქვს აუცილებლად გადმოეცი. მე გავაგრძელებ ლაშასთან ერთად არა ფიზიკურად, არამედ ვიცი რომ ის ყოველთვის აქ იქნება, ჩემთან იქნება, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი და ერთადერთი ალბათ ჩემთან ერთად სულის ჩამდგმელი ამ არხის ძალიან დიდი გულშემატკივარი. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დარჩით ამ არხზე, მოთმინებისთვის და მინდა რომ შეიძლება ისე ხალისანად ვეღარ გავაგრძელო აქ ყოფნა, მაგრამ ყველანაირად შევცდები მიუხედავად ჩემი ამ დიდი ტრაგედიისა, რომ შემდეგი თვეები, წლები ღმერთმა იცის, როდის რა იქნება. ასე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში სამწუხაროდ, მაგრამ რომ გაგილამაზოთ და თქვენთან ერთად მეც ასევე სიამოვნება მივიღო რეცეპტებით. ვიცი რომ ლაშას არ უყვარდა ნამცხრები, დიდი მოყვარული არ იყო, მას უყვარდა ხორცოლი, მაგრამ რომ გაიგო რომ მე ვიდეო რეცეპტი ჩავწერე, ვიცი იტყოდა მალადეც ლალი, ძალიან კარგია. გააგრძელე ესე და ვიცი რომ ძალიან იამაყებდა და მე მინდა რომ მას მიუძღვნა დღეს, დღევანდელი დღე და მინდა იცოდეს რომ და მინდა იცოდეს რომ სადაც არ უნდა იყოს ის ყოველთვის ჩემთან იქნება. ჩემი პატარა ძმა 31 წლის ასაკში გამომეცალა ხელით. გამარჯობა, მოგესალმებით, მე მქვია ლაშა, ვინც არ მიცნობს, მე ვარ ლალის ძმა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ იბრუნდებით საინტერესო ვიდეო რეცეპტით. ჩემი დისშვილის დაჟინებული მოთხოვნით ანამარის, რომელიც არის ლალის შვილი, მას სურდა რომ გადაგვეღო ეს ვიდეო რეცეპტი. როგორც ვიცით, ძალიან პოპულარული არის ახალგაზრდებში და არ მხოლოდ ახალგაზრდებში. არის რა თქმა უნდა, ფეროთ უფრო გემრიელი. და მე დღესაც მოვიწევ ჩემს ოპერატორს, იმისათვის რომ გამესინჯოს გემრიელი აფხაზური. და მინდა მოგესალმებით, გამარჯობა. მინდა ასევე აღნიშნო, რომ ლაშა ძალიან კარგად იცნობს კერძებს. ყველაფერი ჰარმონიულად არის ერთმანეთში. სავარაუდოდ გავაკროთ ამ ყველაფერს. კამერა როგორ შევა. ამასასი არ დავსაუბრებ. სავარაუდოდ ძალიან გემრიელია. აი თუ გემრიელია, თან რამდენიმე წუთი გავიდა რეალურად სანამ ჩვენ მოვემზადეთ და ცივია უკვე. ცხიმი ნახე, კაცად ჩანს კარგი. მაგრამ ძალიან წვნიანია. წვენი გაზდის. კმაყოფილი ხარ ესე იგი? საოცრად.
სულ შევჭამე, ხო? კარგი, შეგიძლია ჭამულაშო, მე მაინც არ მეჭმება. ცოტას დავტოვე. მე რა ვიქებ საკუთარ თავზე. და მოვიწევ ლაშას. გამარჯობა. რამდენი ამოკიღო? სომიერად. სომიერად. კარგი, გიყვარს ჩაქაფული ისე? მართალია გითხრა, ვერ ვიხსენებ, ანუ ხშირად არ მიწევს ხოლმე. მართლა? არა. და არც იმდენად გემო არ მახსოვს. სულნელება კი ნაცნობია. რა უცნაურია. და ერთი სული მაქვს გავსინჯო როგორია ჩემი ჩაქაფული. საქართველოში ჩაქაფული. იქნებ როგორ შემიყვარდეს. მოდი მე ამ თეფშზე გავსინჯო. ხო? კი. ჩვენ დღევანდელი კერძი უკვე მზად არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.